ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ თამაზ აბაშიძე სოფლის რწმუნებულებს, ქართული ოცნების აგიტაციას ავალდებულებს. პარალელურად არჩევნებამდე 2 დღით ადრე ქართული ოცნების სასარგებლოდ ხულოში ერთიანობის დარბაზის რიგები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა. დეტალები სულხან მესხიძის სიუჟეტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფლის რწმუნებულებს გამგეობაში იბარებს, რის შემდეგაც მათ სოფელში აგიტაციას ავალდებულებს. დეკანაძის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კოალიცია ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემს, მათ სოციალური შემწეობა შეუწყდებათ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ სოფლის რწმუნებულებს თათბირზე ხვდება, თუმცა მსგავს საკითხზე საუბარს უარყოფს. აბაშიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ცილის მწამებლური განცხადების გამო ძალოვან უწყებებს მიმართავს. თამაზ აბაშიძე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, იბარებს თემის რწმუნებულებს, ასევე სოფლის რწმუნებულებს და აძლევს შესაბამის დავალებებს, რომ სოციალურ დახმარებებზე და იმ მოსახლეობას, რომლებიც ხელისუფლებაში მუშაობენ, ხმის არ მისცემის შემთხვევაში გათავისუფლებული იქნებიან სამსახურებიდან ან მოიხსნებათ სოციალური დახმარებები. მტრობა და შური წაშლილი არის საქართველოში, გამორიცხულია ეგ თემა. უნდათ რომ როგორც თვითონ აკეთებდნენ ანალოგიური გავაკეთოთ. მათი პრაქტიკა ეს იყო და გონიათ იგივე გრძელდება. აბსურდი არის, ბრალდება არის. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში პარტია ერთიანობის დარბაზის რიგები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რომან შავაძემ დატოვა. როგორც დეპუტატობის კანდიდატი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქვეყნის აღმშენებლობა მხოლოდ კოალიცია ქართულ ოცნებას შეუძლია. ქვეყნის აღმშენებლობიდან გამომდინარე, რო უყურებ დღევანდელ გარემოს, აქედან გამომდინარე, არ მინდა ხელი შეუშალო ამ მთავრობას, როგორც მე ოპოზიციონერი. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რითაც შემეძლება გვერდში დაუდგე ხელისუფლებას და ხელი შეუწყო ქვეყნის აღმშენებლობაში. შეუერთების ისევ ხელისუფლების პარტიას, ერთიანობის ოცნებას, ქართულ ოცნების პარტიას. დარღვევების შესახებ ინფორმაცია პატრიოტთა ალიანსსაც აქვს, თუმცა მისი გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.